ესკეთი არჯევანიძე იყო ქედიდან. საქართველოს დღესასწაულზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში ორი ახალი საწარმო გახსნა. კახური ტრადიციული მეღვინეობის ღვინის ქარხნის მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600,000 დოლარი გამოიყო. განხორციელებული ინვესტიცია კი $1 მილიონს შეადგენს. ქარხანა უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია მოეწყო. ღვინის ქარხანა გურია აჭარის უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება გადამუშავებას განახორციელებს და 20 ადგილობრივს დაასაქმებს. დღესვე პრემიერი ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაისწრო. საწარმოს მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში $500,000 გამოიყო. ის რეალობა, რაც შეიძლება იქნეს მიღწეული სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის, კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისაგებ შემთხვევით მოვუწოდო კერძო სექტორს ბიზნესმენებს, რომ მაგალითი ამ კომპანიისგან მე მათ მოვუწოდოთ მეტი აქტიურობისკენ ჩვენ სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგავართ კერძო სექტორს. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ის პირობები, რაც ჩვენგან არის შექმნილი, არის მართლაც უნიკალური. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ჩვენ მთელს რეგიონში და ევროპაშიც ძალიან საინტერესო პროექტებს პროგრამებს ვაკეთებთ. ჩვენ გაგვიშთა 3 წლის წინ ეს იდეა, რომელიც წარმოიშვა ჩვენი ესეთი ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ქართველ აქაურ მევენახეებთან და მადლობა მინდა მათ გადაუხადო, რომ ჩვენ აი ნახეებმა ადგილობრივებმა დაგვანახეს თუ როგორი ყურძნის მიმართულება, როგორი ჯიში ყურძენი შეიძლება ასე ვთქვათ მივიწყებული იყოს და მივიღეთ პროდუქტი. შეიძლება არ შევეხო ექსპორტის ნიშნულს, რომელმაც გადააჭარბა ყველა მოლოდინს პრაქტიკულად და 59%-იანი ზრდა გვაქვს მხოლოდ შარშანდელ წელთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ დარგი ვითარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ არის мотиваცია, ნიშნავს იმას, რომ ხალხს ჯერა. მათ ჯერათ იმის, რასაც სახელმწიფო ამბობს და აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივია საქმით ამას ყველაფერს ჯეროვნად ვადასტურებთ. ასევე მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ $150 მილიონ მეტი ღირებულების რისკი დაიწყო უკვე. ასეთი პროგრამა არ ყოფილა არასოდეს და 16,500-ზე მეტი პოლიცია გაცემული.